მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, ბრუნდებით ინტერი იუვენტუსით ძალიან საინტერესო მატჩით, რომელსაც დაიწყებენ მილანელები და უკვე დავიწყეთ პავარი ბურთით ბასტონი წავიდა. პირველივე წუთებზე დიმარკო შევიდა, ჩააწოდა მარტინესმა და არტყა, თუმცა აცდა ბურთი გარებს. გადარჩა ახლა იუვენტუსი. ნამდვილად გადარჩნენ ტურინელები. რა მომენტი იყო. იუვენტუსი განაახლოს ახლა მატჩს. გრეგორი, კატი და კელი. ნახოთ ასე მოიფიქრებს იუვენტუსი ამ შეტევაში. ილდიზი. ეს მოქმედება კარგი გამოდგა, როგორ ჩანს. ახლახოვიც უკვე ართვა დევრი ჯმა. ხითარიანი რა პასს აკეთებს და დიმარკო. მარტინეზი. დაარტყა მარტინეზმა, თუმცა გრეგორი ახერხებს ამ ბურთის მოგერიებას. კომპაინი, გუთი, ლოკატელი. ეს პასი არ გავიდა, თორემ იქ უკვე ძალიან სახიფათო იქნებოდა. დევრიჯი თვითონვე? თუმცა ეგ აართვეს ბურთი და ნახოთ იუვენტუსი რას მოიფიქრებს აქ. მარტო ვლაჰოვიჩი, ეს პასი არ გადის. რა კარგია მოტანა დუმფრისის დიმარკო. ეს პასი აღარ გადის. აქ ხითარიანი რა კარგად თამაშობს, ჩალხანოღლუ. კარგი გათამაშება ძალიან. ტურამი, თუმცა გადარჩა იუვენტუსი. დაიბლოკა ეს დარტყმული. არა რა ლამაზად დაარტყა აქ ტურამმა. თუმცა დაიბლოკა. კუთხური, რომელსაც დიმარკო მოასწია. ვნახოთ. ჩაწოდება. დუმფრისი ახტა მეორედ, თუმცა აცილა. გრეგორი. დაუგორა. კამბიასო, კელი. წავიდა იუვენტუსი, თუმცა ვერ წავიდა. აქ ტურამია, რომელმაც ჩაახშო იუვენტუსის შეტევა და წამოიწყო ინტერის. დიმარკო, როგორ აჭრა ბურთი დიმარკომ და ვერ დაიჭირა გრეგორიმ. მოუწია უბრალოდ მოგერიება. დიმარკო. ხითარიანი. კარგად თამაშობს აქ. ხითარიანი, რას მოიფიქრებს. რა პასს აკეთებს ხითარიანი. როგორ შენიშნა აქ ლაუტარო და გაიხსნა ანგარიში. არგენტინელმა გაიტანა. ლაუტარო მარტინეზი, წინვალე გოლი აქ. რა პასს აკეთებს უბრალოდ. ხითარიანი შენიშნა ლაუტარო და წინვალე მოძრაობით მოახერხა ამ გოლის გატანა. ახლა უკვე იუვენტუსს აქვს გასატანი. თუმცა რაღაც ისე გამოიყურება, რომ ინტერი ბევრად უფრო კარგად გამოიყურება დღეს, ვიდრე იუვენტუსი და წავიდა დიმარკო. ძალიან დიდი მანძილით ახლა ბურთი გარს. კატი, კელი. კატი ისევ. ვეჰი. კომპანი და რას აკეთებს ინტერელთა მცველი. იუვენტუსის ფეხბურთელები ბურთით ვეჰი მოაწვის აუტს. მოაწოდა გუტი. ვეჰი. ეს პასი გადის. ეს პასი. ვნახოთ. არა. დიმარკო. ძალიან კარგია დიმარკო. შალხანოღლუ. წავიდით. პარელა. დევრიჯი. როგორ დაინახა აქ ტურამმა დაარტყა, თუმცა დაიბლოკა. და დასრულდა ამასობაში პირველი ტაიმი. 1-0 მოიგო ინტერმა ეს ტაიმი და დაუბრუნდებით მეორე ტაიმში. ბრუნდებით მეორე ტაიმით. ინტერი იუვენტუსი ძალიან
საინტერესო მატჩს ვადევნებ. თვალყურს პირველი ტაიმის შემდეგ ანგარიში არის 1-0. ლაუტარო მარტინეზი მშვენიერი გოლით იგებს ინტერი და რა კარგი მომენტი იუვენტუს. აბა ნახოთ, ტურინელები შევიდა საჯარიმოში და რატომ არ დაარტყა ბასტონი მართვა ბურთი და რა მოქმედება უბრალოდ მარკოს ტურამის და ესპას თუ გავა. არა. ვერ გავიდა აქ დუმფრისის პასი, თორემ ეს იქნებოდა ალბათ ამ სეზონში სერიაში საუკეთესო საგოლე პასი. ილდის. აბა ნახოთ. შეუძლია დარტყმა და რაც უდოდ დაარტყა. ახლო კუთხეს დაუმიზნა დაბალი გაუშვა, თუმცა არ გაუჭირდა ზომერს ამ ბურთის მოგერიება არ იყო. რთული მოსაგერიებელი, მაგრამ მაინც არ ელოდა ალბათ. ზომერი. ტურამი. ეს პასი არ გადის, ჩაიჭრა და კომპერსი რაღაც მეორე ტაიმი იუვენტუსმა უფრო კარგად დაიწყო ვიდრე ინტერმა. მაკენეირა, კარგია კომპანი. აღარ გადის ეს პასი და ბასტონი. მარტინეზი. შენიშნა ტურამი და 1-1-ზეა უკვე ტურამი. 1-1-ზეა, თუმცა დაეწინნენ ტურინელები და გააჩერეს. ვერ მოახერხა აქ ტურამმა დარტყმაც კი. დი მარკო აქ როგორი ბრძვის ბურთისთვის. ხიტარიანი! რა კარგი ეპიზოდი იყო ახლა. რა მაგრად ითამაშა ხიტარიანმა. როგორ მოატყუა იქ იუვენტუსის მცველი და რა ბურთს იგერგებს მეკარე. მეკარეც უნდა შევაქოთ აუცილებლად გადაარჩინა მან იუვენტუსი. ძალიან კარგი მომენტი ახლა ინტერს. აქ ამოიტანეს ბურთი ტურინელებმა თუმცა არც ისე კარგად. ჩალხანოღლუ მოიგერია მეკარე მესეც. კარგ ფორმაშია გრეგორი. ამოიტანა გვერდზე აუტი იქნება. ძალიან დააპრესინგა ინტერმა და მოუწია გრეგორის აუტი ამოტანა ბურთის. რაც ეს ბოლო წუთები ინტერი ძალიან მიაწვა მეტოქეს. კარგი დარტყმებით წაუვიდათ. აბა ბარელა ნახო დაარტყა მანას, თუმცა ისევ გრეგორი რაღაც ძალიან კარგად გამოიყურება. აუშვა წინ. რომ ხელაზე აიტანა გრეგორი ბურთი. თითქმის მე მგონი მსოფლიო რეკორდი გაიმეორა, რომელიც დაამყარა ენდერსონმა 72 მეტრზე ატანაში და აბა ნახოთ იუვენტუსი. არა, ვერაფერი დაიკარგა ბურთი, ეს პასი ჩაიჭრა. გადარჩა ახლა იუვე. აბა ილდიზი. არა, ილდიზი არა, გონსალესი როგორ შეუშვეს და რა გააკეთა ახლა გონსალესმა როგორ ვერ გაიტანა გოლი. როგორ ვერ გაიტანა გონსალესმა და რა პასი. თუმცა ჩაიჭრა. და გრძელდება მატჩი, ტურინელები აკონტროლებენ ბურთს და ამასობაში 92 წუთია უკვე უნდა იჩქაროს იუვენტუსმა ანგარიშის გათანაბრება და შანსი, თუმცა დევრიჯი ბარელა. ცუდი პასი, თუმცა მაინც მიასწრო ტურამმა და 1 წუთი დაამატა მხოლოდ საჯმა. და დასრულდა ეს მატჩი 1-0 ლაუტარო მარტინეზს აგვიჩვენებენ. მისი გოლით შეძლო ინტერმა დღეს იუვენტუსის დამარცხება. ბევრი მომენტი ჰქონდა ორივე გუნდს, თუმცა ერთი გამოიყენა ინტერმა და ვერცერთი ვერ გამოიყენა იუვენტუსმა, რამაც გამოიწვია ის, რომ ესეთი ანგარიში გვაქვს ტაბლოზე. მოიგონოთ ინტერმა ეს მატჩი. დაგემშვიდობებით დღეს და დამიწერთ კომენტარებში, შემდეგ რა მატჩი გადავიხო. ნახვამდის.